სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. წმინდა მამები ამბობენ, მორჩილება უფრო მეტია ვიდრე ლოცვა და მარხვა. და ისწორედ დღეს მინდა ვისაუბრო წმინდა მორჩილების შესახებ. რა შემთხვევაში არის მორჩილება გონივრული, მართებული და რა შემთხვევაში არ არის იგი შესასრულებელი. მღვდელ მონოზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი გონივრული მორჩილების შესახებ. ქრისტე ღმერთი ყველაზე მეტად ადამიანთა პიროვნულ თავისუფლებას აფასებს და არასოდეს ზღუდავს მას. ჩვენც ამ დელიკატური საკითხის მიმართ განსაკუთრებული გონიერების გამოჩენა გვმართებს. უპირველესად მივმართოთ იმ ძმებს, რომლებიც გვეკითხებიან პატრიარქის, ეპისკოპოსის თუ სხვა სასულიერო პირების არამართლმადიდებლური ქმედებისა და კურთხევის დროს გამოიჩინოს თუ არა მორჩილება მათი სამღვდელო წოდებისადმი პატივისცემის გამოსახატავად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე არის მონა ქრისტესი. რა თქმა უნდა, იგულისხმებიან მორწმუნე ადამიანები. პატრიარქიც, ეპისკოპოსიც, მღვდელიც, დიაკონიც, ბერიც და ერისკაციც ღმრთის მონები ვართ და ღმრთის ნებას უნდა ვასრულებდეთ. ყველანი ერთად კი პირდაპირ დამოკიდებულებაში ვართ ერთმანეთთან. ღმერთმა ისე განაგო, რომ არც ერთ ნაწილს ორგანიზმისა არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. აქვე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. პატრიარქი, რომელიც გახლავთ პირველი მონათა იერარქიაში, დამოუკიდებლად ვერ აღასრულებს ევქარისტიულ საიდუმლოს. აუცილებელია თუნდაც ერთი უბრალო ერისკაცის თანადასწრება და ეს ყოვლადსახიერი ღმრთის განგებამ დაადგინა, რომ ყოველი წევრი პირდაპირ დამოკიდებულებაშია დანარჩენთან. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი. ამრიგად, იერარქიის ყველა მონას პატრიარქიდან დაწყებული უბრალო ერისკაცით დამთავრებული აქვს ერთი საერთო მოვალეობა ღმრთის სიტყვის შესრულება. რამე თუ არა არის ღმერთი შფოთისაი, არამედ მშვიდობისაი და სურს, რათა ყოველივე შვენიერად და წესიერად იქმნებოდეს. როგორც ამბობს ამას პავლე მოციქული კვლავ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. ხედავთ, აი ეს ხშირად გვავიწყდება ჩვენ არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ერის ადამიანებსაც, რომ ჩვენ ვართ მონანი ღმრთისა, ჩვენც მონები ვართ. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ამბიცია ვერ აღიქოვს იმას, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა. რომ ჩვენ ყველა მორჩილებაში უნდა ვიყოთ იესო ქრისტესთან, მის მცნებებთან, მის სწავლებასთან და მისი სწავლების აღმასრულებლებთან. გულისხმობ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს. სასულიერო პირი უპირველეს ყოვლისა ვალდებული, რომ ღვთის მცნებები აღასრულოს, ღვთის კანონმდებლობა დაიცვას და იგი ასე წმინდა და შეუქმნელად გადასცეს ერის ადამიანებს, მრევლს, საზოგადოებას. მაგრამ ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მიუხედავად ღმრთის მონებისაგან შემდგარი იერარქიისა, რომელნიც თავთან ქრისტესთან უნდა იყვნენ დაკავშირებულნი, ისინი მაინც თავისუფალნი არიან და როდესაც სურთ ძალუცთ უკუაგდონ თავიანთი უფლის სიტყვა,
გამოიყენონ საკუთარი თავისუფალი ლოგიკა და მიყვნენ თავიანთ თავისუფალ ნებას. თუმცა აქ პრობლემა იბადება. მათთვის, ვინც ღმრთის მონობის მიუხედავად, მხოლოდ საკუთარ ლოგიკასა და ნებას მიენდობა. ამიტომ მოდით ვნახოთ, თუ რას გვირჩევს ქრისტე. დედამიწაზე მოციქულებთან ურთიერთობაში მან ერთხელ ბრძანა, რომ ყურადღებით მოესმინათ ფარისეველთა სწავლება. საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკვე რაოდენსა გეტყოდიან თქვენ დამარხვად, დაიმარხეთ და ხავთ. ხოლო საქმეთა მათაებრ ნუ იქმთ, რამე თუ თქვან და არა ხვიან. მათეს სახარება. მოდი დაკვირვებით შევისწავლოთ, რას გვასწავლის ქრისტე. საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამ სიტყვებით უფალი ასწავლის თავის მოწაფეებს, რომ საყდარ, სადაც მოსე წინასწარმეტყველი იმყოფებოდა და საიდანაც ღმრთის სიტყვას გადაგებდა, დაეპატრონნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, ანუ პირფერობით შეპყრობილი ადამიანები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი სუსტ უნებისყოფო ადამიანებს უპრიან, ქრისტე თავის მოწაფეებს და ერს ნებას არ რთავს, ეურჩონ მათ, პირიქით ეუბნება, ყოველსა რაოდენსა გეტყოდიან დაიმარხეთ, ანუ დაიმახსოვრეთ. ამრიგად მათ, ვინც უმაღლეს იერარქიაში იმყოფებიან, უნდა აღასრულონ ღვთის სიტყვა და ჩვენც გვასწავლონ მათი შესრულება. ხოლო თუ მათ, როგორც თავისუფალ მონებს, არ სურთ ზოგიერთი მცნების შესრულება, შეუძლიათ არ შეასრულონ. რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვისაგან მოშორების გამო შემდგომში საზღაურს ისინი აუცილებლად მიიღებენ. ჩვენ კი, რომელთაც უპირველესად ღვთის მცნებების შესრულება გვევალება, რომელიმე იერარქის მცნების საწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში უფლება გვაქვს არ დავემორჩილოთ მათ. რამე თუ უფალი არ ამბობს, შევასრულოთ ყოველივე, რასაც ზემოთ მდგომნი გვასწავლია. არამედ პირიქით არ უნდა დავიმარხოთ მათი ერეტიკული აზრები, როგორც ამას პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს. არამედ დაღა თუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი, ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარეთ თქვენ, შეჩვენებულ იყავ. უფალმა იესო ქრისტემ თავისი მოციქულები გაგზავნა საქადაგებლად მთელს მსოფლიოში სიტყვებით: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათეს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მასადამე წმინდა მოციქულებს და მათ მემკვიდრეებს, პატრიარქებს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ბერებს, ღვთისმეტყველებს და ასე შემდეგ უფლება არ აქვთ იქადგონ ის, რაც მათ ლოგიკა კარნახობს, ან რაც აზრად მოუვათ. ყველა ღვთის მცნებების შესრულებისაკენ მოგვიწოდებენ და რამე თუ არა თუ თავთა თვისთავ ქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესოს უფალსა. ანუ არა ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი აზრები, ჩვენი ლოგიკური დასკვნები, მიწიერი თვალსაზრისით უნდა ვიქადაგოთ, არამედ ის, რასაც უფალი გვასწავლის, რაც არის სწავლება წმინდა ეკლესიისა და კანონმდებლობა მისი. ამიტომაც აუცილებელია გონივრული მორჩილება, რომელიც ჭეშმარიტი სიმდაბლით მიიღწევა. ასევე აუცილებელია, რათა ყოველი მონა, ყველა წევრი, მიუხედავად იერარქიული წყობისა, გაერთიანდნენ მორჩილებით, თავისადმი, ანუ ქრისტესადმი. ვინაიდან ერთი წევრის დაზიანებითაც კი მთელი ორგანიზმში შეიქმნება უწესრიგობა, რისთვისაც პასუხის გება მოგვიწევს. თავისი სიტყვის დასასრულს მაცხოვარი ამბობს:
ხოლო საქმეთა მათაებრ ნუ იქმთ, რამე თუ თქვან და არ ახვიან. საოცარია ღვთის სახიერების სიდიადე, სადაც გვირჩევს დავიმახსოვროთ, რასაც გვასწავლიან, თუმცა არ ვიქმოდეთ იმას, რასაც ისინი შადიან. ამ მაგალითით ქრისტე მოგვიწოდებს არ განვიკითხოთ, რათა მათი ბოროტი საქმენი არ აღმოჩნდნენ მიზეზი ჩვენი ღმრთისაგან განდგომისა. აქ ორი მაგალითი მინდა მოვიყვანო. თქვენ გადაწყვიტეთ, რომელია ჭეშმარიტი. პირველი, ერთი ეპისკოპოსი გეტყვით, ძვირფასო სამწყსო ქრისტე ღმერთმა ვიწინასწარმეტყველა გამოცხადებაში, რომ მოვა ვინმე, რომელიც ყველა ხონეს იხმარს, რათა თაყვანისცეთ მას და ნიშანი 666 მივიღოთ ხელსა და შუბლზე, რაც ღვთის უარყოფისა და სულის წარწმედის ტოლფასია. მეორე ეპისკოპოსი იტყვის, ეს ისულელია, აბა მშიერ მწყურვალი ხომ არ დაიხოცებით, თაყვანი ეცით და მიიღეთ შუბლზე და ხელზე ნიშანი 666 და ნუ იფიქრებთ იმაზე, ფანატიკოსებს ნუ მოусმენთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ვის უყვარს ქრისტე და ემსახურება მას, ზრუნავს თქვენს წყოვნებაზე და ვინ ფიქრობს, რაითა ეჩვენოს კაცთა. ვინც გამშვიდებთ თქვენ, რათა კეთილი გამოჩნდეს თქვენს წინაშე და თავისი მოქმედება გაამართლოს. ამაზე ამბობს სახარება, რამე თუ ყოველნი თავთათვის და ეძიებენ და არა ქრისტე იესოსა. მართლმადიდებლობას არ შეუცვლია ქრისტე, რომელიმე უცოდველი პაპით. ამიტომ, როდესაც ვხედავთ, რომ მღვდელმსახური არ ეძიებს ღმრთისას, უნდა გვახსოვდეს, რომ არის ბევრი ღვთივსადნო ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელნიც ეძიებენ ღვთის სიმართლეს, რომელნიც გვასწავლიან სწორედ მოციქულთაგან გადმოცემულ სწავლებას. პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით ამბობს, უკვე თუ ვინმე სხვასა მოძღვრებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა, არა იცის, განეშორე ესე ვითართა მათთაგან. პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში. ასეთ სასულიერო პირებს უნდა განვეშორეთ, ვინც ღმრთისას კი არ გვასწავლის, არამედ თავისას. თქვენ ქრისტიანები მოგრძნობთ რა ბოლო დროთა ნიშნებს, მათ მომრავლებას იმყოფებით პილატეს მსგავს მდგომარეობაში. როდესაც მის წინაშე იდგა თვით ჭეშმარიტება, ის კი ეკითხებოდა, რა იარს ჭეშმარიტება. მრავალ ქრისტიან ძმას სამართლიანად აღვლებს ნიშნების საკითხი, მათგან მათი მოძღვრებისაგან გადმოცემულ სხვადასხვა გვარ აზრს მოისმენენ. როდესაც ამ კითხვით ამ სტრიქონთა დამწერს მიმართეს, მან უთხრა, რომ თავისი იერარქიის საშუალებით ხმამაღლა განაცხადებს ჭეშმარიტებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა გაფანტოს ნისლნარევი ღრუბელი. დღევანდელ დროში ზოგიერთი სასულიერო პირი თავიანთ აზრთა განსამტკიცებლად წიგნებს და გაზეთებს გამოსცემს, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმ აზრთა სხვაობას, რომელიც მათ შორის არსებობს, რასაც შედეგამდე მივხავართ. თუ ვინმე იმყოფება ჭეშმარიტებაში, იგი სარგებელს ანიჭებს ადამიანებს. თუ მღვდელი არა მართლმადიდებლურად აზროვნებს, მაშინ ვნებს მათ. დედა ეკლესია ამბობს, რომ არ დაიბნევა და არ დაიკარგება ადამიანი, რომელიც ზრუნავს სუფთა გულისა და აზრის შენარჩუნებისათვის. ეკლესია ასევე გვასწავლის, რომ სული წმინდა ერთია და ყველა საკითხს ერთი აზრი აქვს. ერთ სასულიერო პირს არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვაგვარი აზრი. მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ვიდრე ღვთის სამსახურს შეუდგებოდნენ, არ აქვთ ნათლად განსაზღვრული თავიანთი სულიერი მისწრაფებანი. ყველა სასულიერო პირმა, რომ უკუაგდოს თავისი პიროვნული ნება და საკუთარი აზრი
ჩვენთან დაისადგურებდა ერთი ნება და ერთი აზრი. ქრისტე არ უნდა გავაკვიროთ, როდესაც ერთ საკითხზე სხვადასხვაგან აზროვნება, სხვადასხვა აზრი ითქმება. არამედ უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის ნათქვამი სიტყვები. მოძღვრებასა, მრავალ სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამე თუ კეთილად მადლითა გამტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარა ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. და ხშირად ვეზიაროთ ღვთაებრივ საიდუმლოებებს, რათა გამტკიცდეს ჩვენი გონება. რაითა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩვილ, ღეობა ახტეხილ და მიმოტაცებულ, ყოველსა მას კარსა მოძღვრებისასა. სივერაგითა, კაცთაითა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცდურებისა. თუმცა დღემდე ჩვენი ეკლესია, როგორც კეთილი მწყემსი, წინ უძღვის თავის მრევლს და გვწამს, რომ წარმართავთ ცხოვრებას მოციქულთა სიტყვისამებრ, ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიც გისავლიეს და გრწმენა, უწყი ვისგან გისავიეს და არიან განგრძნობა და შენდა ცხოვრებისათვის სარწმუნოებითა ქრისტე იესუისთა, როგორც ამბობს ამას პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში. აი მოკლე რეზიუმე შეჯამება ამ სიტყვისა მინდა გადმოგცეთ. პირველი ყოვლისა იმის შესახებ, რაც ძალზედ ნათელია და მარტივია, რომ არ უნდა მივენდოთ ჩვენ საკუთარ აზრს და გონებას. ჩვენ გვაქვს სწავლება, მადლობა ღმერთს, ქრისტე იესოს, როგორც სახარების თვალსაზრისით, წმინდა წერილის სახარების და წმინდა წერილის თვალსაზრისით, ასევე საეკლესიო კანონმდებლობის თვალსაზრისით. და ეს უნდა იყოს საფუძველი იმისა, თუ რისი უნდა გწამდეს, რა უნდა გვჯეროდეს და როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუ რომელიმე მოძღვარი ამას აღასრულებს და გადმოცემს და ასწავლის, მასთან მივიდეთ, მას მოусმინოთ, მის მორჩილებაში ვიყოთ, რადგანაც იგი თვითონ კი არ ითხოვს მორჩილებას საკუთარი თავის ადმი, არამედ ამბობს, რომ თვითონ არის მორჩილი ეკლესიის სწავლებისა და თვითონაც ემორჩილება იესო ქრისტეს სწავლებას და ჩვენც ერის ადამიანებსაც ყველას მოგვიწოდებს, რომ დავემორჩილოთ იესო ქრისტეს სწავლებას. ერთი მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. მოკლედ ვიტყვი ძალიან, თავს არ შეგაწყენთ. იმასთან დაკავშირებით, რომ რა არის ჭეშმარიტი მორჩილება და რა არის თვალთმოქცევა. ათონის წმინდა მთაზე ერთ-ერთ მონასტერში ასეთი ამბავი მოხდა. ცოტა ხნის წინ მსოფლიო პატრიარქმა აკურთხა წინამძღვარი, რომ მიიღო თავისთან მონასტერში უკრაინელი სქიზმატები და მიეცა მათთვის უფლება წირვის ჩატარებისა. წინამძღვარმა რა თქმა უნდა იცოდა, რომ ეს დაუშვებელი იყო და თუ კი ამას იგი შეასრულებდა, მას საეკლესიო კანონმდებლობით სასჯელი ელოდა. მაგრამ თავისი სისუსტის გამო, უნებისყოფობის გამო დაუშვა, რომ მასთან მონასტერში განხეთქილებაში მყოფ ადამიანებს ჩაეტარებინათ მათი ეს ბილწი მსახურება. და შემდეგ რა გააკეთა? რადგანაც იცოდა, რომ მონასტრის ზმობაში იქნებოდა შფოთი და მას აუცილებლად მოთხოვდნენ პასუხს, რომ ეს რა გააკეთა, როგორ დაუშვი განხეთქილებაში მყოფი ადამიანების შემოსვლა მონასტერში და წირვის ჩატარების უფლება მიეცა. მან რა გააკეთა? აიღო ოდიკი და დაწვა. ოდიკი ეს არის ტილო, სადაც არის წმინდანის ნაწილები ჩადებული. თუ ოდიკი არ არის, წირვა არ ჩატარდა. ანუ იმის ნიშნად, რომ იქ ბილწი მსახურება შესრულდა და ოდიკი შეიბღალა, დაწვა ეს ოდიკი და წმინდა ადგილას დაფლა. რა გამოვიდა? მსოფლიო პატრიარქთან მან თითქოს მორჩილება შეასრულა
და თავის ძმობასთან კი სხვა სახე დაიჭირა, რომ აბა რა მექნა ახლა და აი რადგანაც ეს სიწმინდე შეიბღალა, ამიტომ დავწვია. რა ქვია ამას? ამას ქვია თვალთმაქცობა და არა მორჩილება. მერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი მორჩილება შევასრულოთ. მერთმა დაგლოცოთ და გაკვირდოთ.